გიორგი მეგრელიშვილი ჯერ მხოლოდ მეორე კლასშია, მაგრამ ყველას გვაოცებს უკვე თავისი დაუღალავი ინტერესით, რომ შეიმეცნოს რაიმე ახალი. ახლახან აღმოვაჩინეთ გიორგის ცოდნა და დაინტერესება გეოგრაფიული ობიექტებისადმი, მან იცის ქვეყნების დედაქალაქები, მათი მდებარეობა კონტინენტებზე, მეზობელი ქვეყნებიც და თქვენ წარმოიდგინეთ ამ ქვეყნების სიმბოლიკები დროშაც კი. მე ძალიან ვამაყობ მისი მასწავლებლობით და მინდა გაგაცნოთ ეს საოცარი ბიჭი. გიორგი, ერთი შეკითხვა მაქვს. როდის დაინტერესდი გეოგრაფიული ობიექტებით? რა საკისრი? 5 წლის ვიყავი. ჩემი მამამი და სოფლიო დროშების წიგნი მომიტანა. ერთხელ გადავშალე და მომეწონა. როცა თავისუფალი დრო მქონდა, მეცადინეობდი. მინდა რომ ბევრ ქვეყანაში მოგზაურო. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. მე მინდა ახლა შენი ცოდნა ჩვენც გაგვიზიარო. დავიწყოთ იზართა ხარ? ყაზახეთის დედაქალაქი არის ნურ-სულთანი. მდებარეობს აზიაში. ნამდვილად. მე ცოტა შუადან ამოვარჩიოთ. ჩრდილოეთ კორეა მდებარეობს აზიაში. დედაქალაქია ფხენიანი. ოჩახ. იამაიკა კინგსტონი მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში. აბა საუდის არაბეთი ერ-რიადი მდებარეობს აზიაში. საოცარი ბიჭი ხარ. ჩინეთი ჰელსინკი მდებარეობს ევროპაში. წარმოიდგინე ამ ქვეყნებში ყველგან რომ მიმოგზაურებ. აბა სამხრეთ სუდანი დედაქალაქი არის ჯუბა, მდებარეობს აფრიკაში. ესეც ნიგერის დედაქალაქი არის ნიამეი, მდებარეობს აფრიკაში. ამოვარჩიოთ აი ესეთი. ავღანეთი ქაბული, მდებარეობს აზიაში. ძალიან მაგარი ბიჭი ხარ. ეს ქვეყანაც აჟირი, აფრიკა, მდებარეობს აფრიკაში. ბატონო. ესეც სუდანი, ხარტუმი, მდებარეობს აფრიკაში. საოცარი ბიჭი ხარ, მინდა გითხრა. ვიეტნამი, ჰანოი, მდებარეობს აზიაში. თვალის მოკვრა და უკვე იცი. ეგვიპტე, კაირო, მდებარეობს აფრიკაში. ახლა ცოტა ძნელი ამოვარჩიო. აბა ნახოთ. მაროკო, რაბატი, მდებარეობს აფრიკაში. მგონი შენთვის ძნელი არაფერი არ არის. ბოსნია და ჰერცეგოვინა, მდებარეობს ევროპაში.